მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მივდივართ ბოლნიში. მინდა შემოგთავაზოთ ავტომობილების შეკრება. თქვენი დიდი ინტერესი იყო ავტომობილებზე შემოგთავაზეთ რაღაც ვიდეოებიო და ზუსტად მაგითო გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი აქ ბიჭებმა წინა საახალწლო შეკრება და ანონსეს და მინდა რომ ეს ყველაფერი გადავიღო და თქვენ თვითონ განახოთ და ეს შეკრება რაც შეეხება ხშირად იკრიბებიან ხოლმე ბიჭები, ატარებენ პატარა დრიფტს, რაღაცა დონატები არის თუ რაღაც ავტოსლალომის შეჯიბრები არის ხოლმე. ხშირად ვარ ხოლმე აქ, მეც ვიღებ მონაწილეობას. მინდა თქვენს განახოთ ეს ყველაფერი, კიდე რაც შეეხება თუ ეს დრიფტი და რაღაცა კი ქალაქში არავინ არ ატარებს, ამას არის კერძო ტერიტორია, დახურულია, საპატრულო საქმის ყურში არის და ანუ უკანონო და არალეგალურად არაფერი არ ხდება. მივიდეთ, ვნახოთ და დანჩეს ადგილზე ყველაფერს დაგათვალიერებთ. ხეთ ბიჭებს პატარა ჩეპე მოვიდეთ, მაგრამ ეს არაფერი ასეთი ხდება ხოლმე ავტოსპორტში და დრიფტში, მით უმეტეს ჩვეულებრივი მოსული პონტი არის და რავი, არაფერი გაგრძელდება ჩვეულებრივ, შევხედოთ მოვლენებს. დავესაუბროთ ორგანიზატორებს, რა არის, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ამ ყველაფრის ბესვალხლედიანი და მას ვკითხოთ ეს ყველაფერი. დაახლოებით ეს შეკრებები ტარდება 7-6 წელი არის, ადრეც
ხშირად ვატარებთ დიდ დღე ახლა, მაგრამ ეხაც ვატარებთ. ჩვენ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდობა მოუწყვეტოთ ტრასას და ესეთ დახურულ ტერიტორიაზე ჩამოვიდეს, თავის გაისწოროს ესე ვთქვათ და შემდგომ რა ვიცი. ტრასაზე უკვე აღარ აქვს იმის სურვილი, რომ შენ ექსტრემალური მანევრი რაღაცა გააკეთო. რა, აქ ხარჯავ შენ საწვავს, აქ ხარჯავ შენ ბენზინს, აქ ხარჯავ შენი ადრენალინს რა. აი ზუსტად ის არის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს დაცულ ადგილას, გადმოვიდნენ ხალხი და თავის ადრენალინი დაცალოს ზუსტად ამ ტერიტორიაზე, რაც გვაქვს ამ წუთას საშუალება. გადავიდეთ თორნიკესთანაც ასევე და მაგათაც აგვიხსნას თავისი შეხედულება ამ ყველაფერთან. ანუ პირველ რიგში მოგესალმებით, ანუ თავიდან მქონდა იმის სურვილი, რომ შეგვექმნა ესეთი კლუბი, რომელშიც შევიკრიბებოდით, გავერთობოდით ბონისელები და არა მარტო ბონისელები, ბევრი სხვა ქალაქიდან ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად, მაგალითად მარნეულიდან, თბილისიდან, დმანისიდან და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ დაცულად ყველანაირად ზომის პარკლებში ჩავატაროთ ხოლმე ეს შეკრებები და იყოს გასართობი და ასე რომ ვთქვათ, ყველასთვის სასიამოვნო. გადავიღოთ ვიდეოები, ფოტოები, ასე შემდეგ გავიცნოთ ერთმანეთი და გავატაროთ კარგი დღეები და დრო. აი ეს არის მთავარი ამ კლუბის ჩამოყალიბების მიზანი. მოკლედ მეგობრებო, ვისაც BMW-ების და Mercedes-ების დრიფტი მოგბეზდათ და დონატები, დრიფტი ნაკლებ დონატები, დაველოდოთ Chevrolet Camaro SS მოდის 6.2 მექანიკა, ატმოსფერული გაკეთებული. ეგ Camaro თქვენ ბევრს გეცოდინებათ, შავი Chevrolet Camaro, რომელიც ყველა დრაგზე იღებს ბოლო წლებში მონაწილეობას და ნახოთ რას შემოგთავაზებს ეგ ავტომობილი. ნახეთ მეგობრებო, Camaro მოვიდა, თავის გასაკეთებელი გააკეთა Mercedes-ები, იქით წავიდნენ BMW-ები, გაჩერდნენ, აღარ გამოდიან. ძალიან მაგარი მანქანა არის, ძალიან ბევრი ცხენი აქვს, ჯანი აქვს და დანარჩენი გადავიდეთ მე Camaro-ს ახლიდან დაგათვალიერებიებთ და თქვენ თუ იაქტიურებთ არხს გამოიწერთ და განვითარება ექნება ამ ყველაფერს ჩვენ რასაც შრომობთ და ვწვალობთ, შემოგთავაზებთ არა მარტო ერთს, არამედ 4 Camaro-ს ერთად. მოვედით Camaro-ს ყოლთან, გივი გოგებაშვილთან, ყველას გეცოდინებათ. ეს ადამიანი არაერთ დრაგში იღებს მონაწილეობას როგორც ავტომობილებში, ასევე მოტოციკლეტებში და გადაცემებშიც ბევრი ყოფილა ეს ავტომობილი. როგორ ხარ ბატონო გივი? კარგად შემოძმოვში, როგორ ახლა? კარგად, მადლობა. რას გქონდა შენ ავტომობილზე, რა გაქვს გაკეთებული, ყველა საინტერესებს და ორიოდე სიტყვით რო აგვიხსნა ეს ყველაფერი რა. გაკეთებული მაქვს შემშვები და გამშვები რა. ანუ რას მეტყვალი რამე არ მაქვს გამოსული. დანარჩენი სტოპია რა. ძრავი გაუხსნელია იქში. ძრავი გაუხსნელი ნასტროიკა როგორც ნასტროიკა გაკეთებულია და სპირტზიანი დანასტროიკებული. ამეტომზე რამდენი ცხენი გაქვს? 540, ეგრე მახსოვს კი ეგრეა 540. შვენიერ, შეგიძლიათ ძრავი რო გვანა, ხო? მე როგორც ვიცი, ამის გარდა კიდე ყავს შენ 3 Camaro კიდე. რომლები არის რო აგვიხსნა? მეორე მყავს ესეთი ავტომატიკა ატომოვარი შეუძლებელი და ორი მყავს კომპრესორიანები რა 6.2 კომპრესორებია ზეელერტი. შემდეგში დიდი იმედი მაქვს რომ შენთან მოვართ და შენ ავტოპარკს დაგვეთვალიერებდი. კი ბატონო, მოგწანდით როცა გინდათ როცა გაგიხარდებოდა და ბაზარიერად. ძალიან დიდი მადლობა შენ. მოგდეს და სპეცი დონატების ყურება, გადავხდი ავტომობილებს. და ჩემთვის საყვარელი მე ზოგადი იაპონური ავტომობილების მოყვარული ვარ, ძალიან ბევრი იაპონური ავტომობილი მქონდა და ჩემთვის საყვარელი აკტეზა ავარჩი და წავიდეთ ახლა და ჩვენც ვიდონატოთ.
როგორც ნახეთ მეგობრებო, დონატი გადავწყვიტეთ, მაგრამ ჩვენ ხო ყველაფერში უიღბლოები ვართ და 2 ბალი შემოგვეფრითა თავიდან ბოლომდე. მაგრამ გავერთეთ, კაი იყო და ისე ვამბობ, რომ იაპონური ავტომობილები ჩემთვის ნომერ პირველი არის. ჩვენი ვიდეო დასრულდა, როგორც ეს საბურავი დასრულდა, ისე დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე, ჩვენი დღევანდელი ვიდეო და თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა ჩვენ გავძლიერდეთ, მეტი мотиваცია გქონდეს და შემოგთავაზოთ ბევრად უკეთესი ვიდეოები.